მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა სპეციალური გამოშვება. მე მისი წამყვანი ლალი მაისურაძე ვარ და სტუმარი ბატონი პაატა აბოლაძე. ტრადიციულად. მოგესალმებით ბატონი პაატა. როგორც ყოველთვის საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ დღესაც და მინდა პირველი შეკითხვა დაგისვათ დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. ბატონი ირაკლი კობახიძე გამოვიდა პარლამენტში და განაცხადა, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან მძიმეა საქართველოში და მე ვნახე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, სადაც მითითებულია, რომ 3.704.500 ადამიანი არისო საქართველოშიო, თუმცა ვიცით, რომ აქედან 1.700.000-მდე ვარ ჩვენ. ძალიან ცოტაა ქართველი. ისიც კიდევ ის 1.700.000-ზეც ეჭვმეპარება, რომ 100.000 ქართული ოჯახი იყოს ესეც. 100.000 მეუმატებ. აი მინდა რომ 1.600.000 გადაცდა. აი ეს მინდა და მორჩა. შეიძლება არც არის, მაგრამ მე ესე მინდა. მაგრამ ეგ ყოფილა მსოფლმხედველობის პრობლემა, იცით? ესე იგი, და პარალელურად ამ დროს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კი მაგ ბეჯენ ნალაპარაკე, მაგრამ ეხა კიდე გიმეორებთ. 3.000-მდე ცოტა მეტი დაჟე. საქართველოში დავანგრიეთ ქართული ოჯახები. შარშან გამოვიდა გენერალური პროკურორი, თუ შარშან წინ არ ვიცი, ირაკლი შოთაძეზე მაქვს ლაპარაკი. 82%-ო გახსნა გვაქვს. ესე იგი ეს რას ნიშნავს? აი ეს ქალი ძალადობა და რაღაცაო. აი ეს შეერთებული რო არიან სტამბოლის ხელშეკრულებას. 3.000 ქართული ოჯახი დავანგრიეთ. პლუს ამას, ეხლა გეტყვით, აი სრული პასუხისგებლობა. თუ არა და გამოვიდნენ ხელისუფლებამ და მithქვას, რომ აბულაძე შენ იტყუები და ეხლა ნუბჟუტურობ რაღაც სიგიჟებს. 3.000-დან საქართველოს ციხე-პატიმარი ყავს, რომელიც არის ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. ესე იგი მუხლით გასამართლებული და ოისაოცრება. არც ერთი ხალხს უსმევ, არც ერთი არა ქართველი. ესე იგი აზერბაიჯანში ქალის და ოჯახში უბნები არ ირღვევა. პანკიში არ ირღვევა. ადიგეში და ახალციხეში მარტო ქართველებს აგზულს ქალები. მარტო ქართველებს გზულს ოჯახები და ამ დროს ჩვენ გამოვდივართ ვამაყობთ, რომ ჩვენ 82% გახსნა გვაქვს თურმე საქმის. ამ დროს გამოდის პრემიერ-მინისტრი და სოფხედელობაზე ველაპარაკება, წარმოგიდგენიათ ცინიზმი, პროცესს წარმოიდგინეთ, გენოციდი, ესე აფხაზეთში ომის დროს არ მომხდარა. სული პასუხისმგებლობა, ესე ამდენი ოჯახი არ დანგრეულა, კაცო. ეს ოჯახები ხო დავანგრიეთ. ეს რაც გასამართლებულები ყავს, კაცო. მარტო ქართველები, მიზან მიმართულად, მარტო ქართული ოჯახები ინგრევა. სხვა ოჯახები არ ინგრევა საქართველოში. არც არაბების, არც ტაჯიკების, პაკისტანელების, ინდიელების, მოქალაქეებს მაქვს ლაპარაკი. აზერბაიჯანელები, ვინც აქ ცხოვრობს, ქართველების გარდა არც ერთი ოჯახი არ ინგრევა. სოფხედელობის პრობლემა გვაქვს, სწორია, კობახიძიზაციის პრობლემა გვაქვს უკვე და მიტო კაცო. ტიპმა უყურე, ხალხო, ერთი ფაქტი მინდა მოვყვე, ადრე მოვყვევი მოვყვევი თქვი ალტიფოს იმაში. ბიჭი ჩამოვიდა გერმანიიდან. რაღაცა თანხა ჩამოიტანა, თავის საკუთარი სახლი გაყიდა, მეუღლის სახლში გადასახლდა, კიდე ეს ფული დაახმარა ამ მეუღლის სახლს, ცოტა გაფართოვდნენ რაღაცა გაალამაზეს. და მოკლედ, რა ვიცი, ცოლს მობეზდა ახლა ერთი და იგივე კაცის ხერხვა, რასაც თქვი, არ შეიგინო მეუნები და არ შევიგინები, კაი. ხო? დაუძახა პატრულს. პატრული მოვიდა, პატრული რო პატრულია. იმან ისე უნება რომ ჭვაგ ძალადობაზე, აბა შემაკავებელი რაზე
დაუწერო, წავიდა 2 საათში გარბის პოლიციაში და პოლიციაში წერს, რომ 2 წლით ადრე, 2 წლის წინ სექსუალური აქტის დროს მტკიოდაო და არ გაჩერდაო. იძახებენ ამ ბიჭს, აკავებენ. ეს რომ მიყვება, ეხლა რატომ ეს ადვოკატი მიყვება, ფიქრობ, ადვოკატია და ცდილობს როგორმე თავისი დაცვის ქვეშ ეს აიდან გასკდა ეხლა ეგ საქმე. პატიმარმა ციხიდან წერილი გამოგზა მიშველეთ ხალხო რამე რა ეს ეხ და დაიჭირეს აბა 11 წელი მისცეს კაცო. ახლა გეტყვი ჯერ სადახვარ, ჯერ სადახარ ეხლა სასწაულად გეტყვით. სოფხედველობაზე გვაქვს ლაპარაკი. მოკლედ სასამართლო შედგა მოსამართლე ხო ამათ უკვე შვილი შეეძინა 2 წლის ხო ვითომ ტკიოდა ის რაღაცა სექსის დროს და მე მაინც გააგრძელა მასთან ცხოვრება შვილი შეეძინა და ლალალად მოკლედ ტრალავალი ყველაფერი გაგრძელდა როგორც ნორმალური ოჯახში სასამართლოზე ბიჭო ფიქრობ კაცო როგორ დაადგინეს ეხლა სასამართლოზე ან გამოძიებამ როგორ დაადგინა ამ ქალს მართლა ტკიოდა თუ არა 2 წლის წინ რაბა ხელი შეუყვეს ესე ათამაშეს იქ რაღაცა პოსო ამიხსენით როგორ არა ამიხსნათ ხალხო ვიღაცამ როგორ დაადგინეს რომ აი ამ ქალს ის ტკიოდა სასამართლომ გამოიტანა 11 წელი ბიჭო გადავიდი ადვოკატს ვონე ბიჭო ეს ექსპერტი რომ მოვიდა კაცო სასამართლოზე და რო თქვა არ შეეკითხე როგორ დაანტკიცეო და თურმე ამ ქალს ამ ექსპერტიზას ქონია 23 წლის გამოცდილება და რეპუტაციულად თურმე კაი რეპუტაცია ქონია აი ამით დაადგინეს ამ ქალს ტკიოდა თუ არა სექსის დროს ის ეს პირველი შემთხვევა იყო ამ კაცისთვის გერმანიიდან ჩამოვიდა რა თქმა უნდა იმის მერე შვილი ეყოლათ კაცო აი რო ტკიოდა იმის მერე გავიდა 2 წელი და შვილიც ეყოლათ კაცო გაასაჩივრეს ანუ მოსამართლემ ჩათვალა რომ მართლა ტკიოდაო და ამან იძალადაო რა 2 წლის წინ მაგის მერე კიდე შვილი ეყოლათ მეთქი ამან გაასაჩივრა და სააპელაციო რა თქვა იცი ამას მართლა ტკიოდაო კაცო ბიჭო გამაგიმინეთ როგორ მაგრამ პოლიტიკა იყო ცოტა ჩემთვის ეს რაღაცა ზღაპარის დონეზეა ხო მაგალითი გიჟი დავიჯერებ ეგეთ რამეს აი უყურე გამიგია ხშირად ეს ოჯახის ძალადობის შემთხვევაში არა ეგრე იყო ზუსტად მე უთხარი კაცო დაიცა ამ ბიჭის წერილი არსებობს კაცო ციხიდან გამოგზავნილი და მე საქმის მასალად მე მიუმართე პრემიერს ტელევიზორ როდის მოხდა 2 წლის წინ გეუბნებით მიუმართე მე არ დამიჯეროთ მეთქი დაუძახეთ იმ ადვოკატს მასალა მოგიტანოთ და წაიკითხეთ თუ იქ რასაც ლაპარაკობ ის არ წერია ეხლა რასაც მოვყევი თუ არ წერია ჩემ ცხოვრებაში მას არ მოვიღებ კაცო ვაფშე დავტოვებ ქვეყანა და წავალ ანუ როცა სოფხედულებაზე მელაპარაკება პრემიერი სოფხედულება თქვენი ამას სოფხედულობა ამას ქვია კობახიზაცია ქვია ამას კაცო ამას ქვია ეპშტეინიზაცია კაცო ეხლა შეიძლება გამოუჩე, შეიძლება რომ არ გახმაურებულიყო საქმე, შეიძლება მართლა იფიქრეთ რომ გახმაურდა და მოკლედ მაგათ მე ალტიფოს ბიჭები წვიროდნენ და ალბათ მე არ ვიცი 2 წლის მე ამ ბიჭს რა ეშველა კაცო. მე იმიტომ მოგიყევით რომ როცა ვიღაცა მელაპარაკება აქ ხელისუფლები და სოფხედულობის პრობლემა ყოფილა, ჯერ მაშინ ის 3000 მამა დააბრუნე ოჯახში. აი გრანტებს რო იღებთ იმის გამო რომ ქართულ ოჯახები დანგრეულიყო, მიზანმიმართულად გენოციდი რომ მოაწყეთ. გენოციდი, ამას გენოციდი ქვია. ოჯახები დაანგრიეთ. ამაზე თქვენ სოდომიტები, ანუ ეპშტეინები ფულს გიგზავნიდნენ. დემოგრაფიულად უკვე დაგერხათ, დაგვერხა. და ახლა გამოდიხარ და ეგაო კაცო, თორმეო სოფხედულობის ბრალი ყოფილა. არ გამაგიჟო კაცო. ბიჭო მიხვდა. თუმცა იმასაც ნუ გამოვრიცხავთ რომ ოჯახებში ძალადობა ხდება. და ლალი, აგერ რამდენი ხელობა მოხდა, ხო? ლალი, ეს ქვეყანა არის 5000 წლის. აქედან 3000 წელი სახელმწიფოებრიობა გაქვთ. ნუ იგონებთ სიგიჟეებს, კაცო.
შეჩემისა უთხრა სიმთვალეში ზედმეტად ქმარმა და ავდიგდეთ ოჯახი დავაგრიოთ, კაცო. არაუშავს ლოგინი შეარიგებთ, კაცო, თქვენ ნოეპატურებით იმათ ხელში, კაცო. ხომ არის შემთხვევები, რომ მოკლა ცოლი. ამისთვის არის სისხლის სამართლის დანაშაული და არა ოჯახური რაღაცები, კაცო. ურეკავს, რომ იმ ოჯახში ხმაურია. და რო არ კითხულობ, რო შედიხარ და მე ეს ცოლი რო გავიდა დაჭერა არ მინდაო, კაცო. აბა როგორ მოვიდეთ, გამაგებინეთ ხალხო, როგორ მოვიდეთ აქამდე? მაიცა ესე ოჯახური ძალადობები სხვა ერებში არ ხდება? აზერბაიჯანელებში არ ხდება მარდეულში? პანკიში არ შეიძლება მოხდეს? ბიჭო, ერთი როგორ ვერ დაიჭირეთ იქიდან, კაცო? რატომ მაინც ქართველი? არ არის ეს მიზანი? ბაიჯანელებს ვერ ეხებიან. არა, მე სხვა რამე უყრალი, როცა სოფხედელებაზე მელაპარაკები შენ დანაჭა, რაც შენ დათესე, კაცო, რაც მიშამ დაიწყო, შენ პირიქით გაზი მიეცი იმას. რო გაეგზელებინა, გაუძლებდით, კაცო. ამან პირიქით გაზი მისცა მეთქი რო გეუბნებით. ამან საერთოდ გაანადგურა ოჯახები. იმიტომ რომ მისთვის ეროვნული ეს სახიფათო რაღაცა, ქართული ოჯახი, თქვენ ხო არ გაგიჟდეთ ხალხო. საერთოდ როგორ შეიძლება? ეხლა მეორეს გეტყვით. როცა სოფხედელებაზე აქვს ლაპარაკი, 2013 წელს პატრიარქმა რო დაინახა ესენი ვინები არიან, კაცო. მიშაზოს ეგეთი მცდელობა არ იყო LGBT-ში. რო ეს ხალხი გამოვარდნილიყო, მე არ მახსოვს, კაცო. ეხლა იმ ჩათლახს კი არ ვაპრავებ, კაცო. მაგრამ უყურე, პატრიარქი რომ მიხვდა ესენი ვინები არიან, დაიცა კაცო და თავის მრევლს დაუწესა 17 მაისი დაუწესა ოჯახის სიმტკიცის და სიწმინდის დღე, ეს გუბასანი კიდის გასაგონად ვამბობ რა. რომ სიწმინდეო, არა ეს არის სიმტკიცის და სიწმინდის დღე. 2024 წლამდე ფეხი ვერ მოვადგმევინე ხელისუფლებას. ოცნების ხელისუფლებას ფეხი ვერ მოვადგმევინე, კაცო. მე დავდიოდი იქა. ერთი წელი არ ჩამიგდია მეუღლესთან ერთად. ამას დაადასტურებს სანდრო ბრეგაძეც, რა ვიცი, ნევსაძე იქნებო, თუ ვინც ლაშა ტალახაძე, მაგარი კაცი, ძალიან მაგარი კაცი. ფეხი ვერ მოვადგმევინე, რომ მოდი ოჯახის სიმტკიცეზეა ლაპარაკი, კაცო. პარლამენტიდან რომ ველაპარაკები, სოფხედელობის ბრალია. მე ვინ გავაკეთა, კაცო? პატრიარქმა ეკლესიამ გითხრა, ბიჭო, რაღაცა ცუდად აკეთე თქვენ მას საქმე და აი მას ვაწესებო. ჩუმად მირეკავდნენ თქვენი დაცვის ბიჭები. ჩუმად. პრემიერის იქნება, მაშინ ეს არ იყო პრემიერი, კაცო, სხვა იყო, მაგრამ გამოდა პატა, დაცვის ბიჭები თავის თავზე არ მიიღოთ. პატა, ხო ბევრი ხალხი ხართ, მეკითხებოდნენ. ბიჭო, გამოდით, მე ვუთხარ, თქვენ რა გაგჭირთ, ხალხო? მაგათი დღევანდელი ტელევიზიები შევიჩეტები ნახეთ, კაცო. სულ შავნელე და დედის რაყი ვაგინის სულ, კაცო. ამას ესე ქვია, ნუ ვინაზდები, თქვენი ჭირიბე, კაცო. უყურე, რატომ? უყურე. დღეს გამოდიხარ და ის რაზეც მე ვაკეთ გეხმაურებოდი და გაწუხებდით, ოფისში ვიქნებოდი თუ სულ გიშ მეძახოდით, თურმე დღეს მეუნები რომ ბიჭო, აქაო სოფხედელობის პრობლემა ყოფილაო, კაცო და აი ეს გიჟიო, მართალი ყოფილაო, კაცო. არ გამაგიჟოთ, კაცო. და უყურე რა. ახლაო, ჩვენაო მარტო ჩვენ კი არ აღჭირს ეგაო. ევროპაში თურმე ყოფილი ეგეთი ამბებიო რა, კაცო. გერმანია მომიყვანა მაგალითად, რომელიც არის 83 მილიონი. ბიჭო, 83 მილიონი და 1.700.000 არ არის განსხვავება, კაცო. ის გერმანია აიტავს როგორმე, კაცო. თუ არ აიტავს და ერთიანად გაწყვეტილენ მაგალითად ფაშისტები, კაცო. მაგაზე არ ვიდარდო მე. თუ შენი ქვეყანა, ანუ იმით გვაწყნარებ, რომ სხვაგანაც ხდება? და რო გადავჯიშდები და ნუ აი რავი, სხვაგანაც ხდებოდა და გადავჯიშდით რა. ეს რა გამოსავალია? დააბრუნოს პირველი ნაბიჯი გადადგას. გააუქმოს ის კანონი, აი მამაძაღლი კანონი რო აქვს შემოღებული სტამბოლის რო ეძახიან კანონს. ხელშეკრულებას ეძახიან მაგას. თვითონ თურქეთმა გამოვიდა მაგიდან. თვითონ თურქეთი გამოვიდა და იმხელა ამბავი ატყდა ეპშტეინელებისგან. თურქეთი რო გამოვიდა, რომ მე თურქეთის ელჩმა მოითხოვა ერდოღანთან შესვლა და პაშულაც უდა ესე უთხრა. და ეხლა კენ დაახვიო ერდოღანმა. იმას თავის ქვეყანა უყვარს, კაცო. იმან მიხვდა რომ ეს გენოციდია, კაცო, თურქებისო. აღდება გამოვიდა მაგ ხელშეკრულებიდან.
შენ კი არ გამოხედი დღეს აი ახლა სანამ მე და თქვენ ლაპარაკობთ აი ახლა რომელიც საათია ხო რავი რომელიც არის რა ხო ეხლა ეს კანონი მუშაობს აქ კაცო აი ახლა თქვენმა მეზობელმა ისე აი მეუღლე რომ მოვიდეს კაი მთვარი თქვენდა სახში და აი სადახარ თქვენ შემისებო რო თქვას მოკიდავენ და ვიღაცამ დაურეკოს მოკიდავენ თქვენ მეუღლეს წაიყვანენ იქით რამდენიც გინდა ლალი ზდიე მე შე პოლიციას ამიტომ როცა რაღაცაზე ლაპარაკობთ ეს თქვენი გაკეთებულია ეს არც მიშას გაკეთებულია და არც თქვენ გააკეთეთ თქვენ მოუწყეთ გენოციდი თქვენ ჩამოიყვანეთ ეს ხალხი 1,700,000-მდე სხვას არ გადააბრუნოთ კაცო 13 წელია ხელისუფლებაში ხარ და ყველაფერს აკეთებ თუ ქართული ოჯახები დანგრეული ხო ყველაფერს აკეთებ ეხლა გაგიჭირდათ და ახლა გინდათ უცხოელების შემოთესლებით გინდათ თუ ეს ციფრი აწვით მაღლა გაიგე შენ აი ახლა ეგ გინდათ გააკეთოთ როგორც სხვა ქვეყნებში ხდება თქვენ ხო ეფშტეინიზმის ხართ კაცო 2023 წლიდან საქართველოსთან ემიგრაცია 95.6%-ით გაიზარდა. აი, ახალი ამბავი. ხო და აი ხლა მარტო ეს ხომ არ არის ეს კანონი, ხო? ემიგრაციაში მიდის ხალხი და ძირითადად მთელი ქართულობა გავიდა ქვეყნიდან და შემოდის უცხო ქვეყნის. დალი, აი, სანამ აქ მოვიდოდი, ახლა დირექტორთან ვილაპარაკებოდი. ფსიქიკურად უკვე ფსიქოლოგიურად. უბრალოდ აი როგორ არის აი ყველა აი ერთი აი გაქცევაზე როგორ ახლა უყურე რა უყურე მე ჩემი გადმოსახედიდან გეტყვი უყურე ხო აი დავუშვათ ამ ქვეყნისთვის უნდა იომო აი როგორც სამხედრო კაცი მე მაინც სამხედრო თვალით უყურებ აი შემოესია თურქები აი სხვა მეზობლები ქვეყანა ვიღაცა შემოგვესია ბიჭო ხო უნდა გახვიდე და თავი შეაკლა ამ ქვეყანას ჩემთან უკვე კითხები ისმევა ამ ქვეყანას ვაკლავ თავს თუ ეფშტეინელების რომელია საქართველოს გულისთვის კვდები თუ ეფშტეინელების გულისთვის კვდები რისკი ამ ქვეყნისთვის სიკვდილი საცა ყველაფერი შენი აღარაფერი აღარაა მითხარით საქართველოს ტერიტორია აი ესე დაადეთ ხელი რომელიც გაყიდული არ არის რატო ვიომო ბიჭო ვინც იყიდა წავიდე და იმ არაბმა იყიომოს კაცო მე ვეღარ ვიომებ. ანუ ვიღაცა ქართულები იხოცებიან, რომ რავი, როგორ გითხრათ? აი ამ განწყობაზე რო ხარ უკვე. ხო აღარ გინდა, რა არ გიხარია რა უკვე რა, იმიტომ რომ ბიჭო შეხედავ რომ რავი, იმ ჩამოსულებს უფრო დიდი შენ ქვეყანაში ნენელა იწყებ სტუმრი თვითონ ხდები სტუმარი. 2 მილიონი კვადრატული მეტრია გაყიდული ბაზალეთზე. ბაზალეთი, კაბახალა, ომისი. აი გეკითხები. რა შეიძლება ქართულ კაცს აქ აკავებდეს? ან ეკონომიკა უნდა გაკავებდეს? ან რაღაცა ქვეყნის ფესვების სიყვარული, ეკლესია, რაღაცა ხო უნდა გაკავებდეს? აი ამ სამი და რომელი გაქვთ რომ და აი რაღაცის გულისთვის მოკვდე, ხო? აი რა ვიცი მე სამხედრო კაცო მე სატელევიზიო არ უნდა ვიცი თუ შემართლე გაი იმდენად მახინჯი სიტუაცია ქვეყანაში ჩემისთანა კაც უწევს ტელევიზიაში ყოფნა მენტალურად მე სატელევიზიო კაცი არა ვარ შეიძლება შევიგინო არა ვაქვს მე ეს ენა აკადემიური ენა კაცო ჩემგან ნუელოდებით მაგას მე მენტალურად ვარ სამხედრო კაცი მე უნდა მიბრძანოს ხელისუფლებამ რომელშიც მე ქვეყნის პატრონს ხედავ ისეთმა ხელისუფლებამ უნდა მიბრძანოს, მე ეს ხელი უნდა გავაკეთო, წავიდე და მოვკვდე. თუ გადავრჩი ღმერთის ნება იქნება. ხვდებით? ამიტომ მენტალურად უკვე ქართველი კაცი აქ ეკარგება, რა ეკარგება, იცი აზრი, აი თვითონ რაღაც შეიძლება აი ნოსტალგია გქონდეს, აი ჩემ პაკალენიას, თორე ახალგაზრდებს აი გამაგებინეთ უბრალოდ ამის აი რატო უნდა გაჩერდე? აი რა უნდა უყვარდეს აქ ამ ქვეყანაში? არაბი? პაკისტანელი? ეს მილიონერები? თვითონ ტკბილი ჩაიანატება და რატო უნდა მოიკლას თავი ამ ქვეყნის გულს ამიხსნას ვინმე კაცო? წავა აბა რასიზმ ფუნქცია დააკარგინეთ ამ ქვეყანას ბიჭო არაფერია ყველაზე უავტორიტეტო სახელმწიფო გახდი ყველაზე უავტორიტეტო
ამიტომ ეს ხალხი გაიქცევა, აბა რა უნდა აქ კაცო. ეხლა მეტყვის იქ რო წავა, ბიჭო, იქ რო წავა ყოველ შემთხვევაში მათხოვრად რაღაცა იქნება, ხო, რაღაცის იმედი აქვს, რაღაცა, რავი, არ ყოველ მე გეუბნებით რომ აი ამ კუთხით უყურებ მე რა. გამოსავალი ჩემი აზრით არ არის, არ არის. ყველა თუ გაიქცევა, მაშინ ვის უტოვებთ ამ ქვეყანას? დაიც ეხლა მოხართ ვისია. უნდა ვიბრძოლოთ მე? მე დადი იბრძოლა, თუ არ ბრძოლოთ. ვინ ბრძოლობს, რა ბრძოლობთ, ხალხი დაწნარდეთ, კაცო. აქ რომ ხერხად რა. აბა რა ვქნათ? და გამოსავალი რაში? ეხლა პირდაპირ გამოსავალი და მე 9 ჯერ მაქვს ნათქვამი და რავი, სულ გიშმეძახიან და მაგაზე არ გინდა ხლა ლაპარაკი. ყველა მითის ჩემი გამოსავალი რაცა, ეგ არ გინდათ. თქვენ ტრადიციულ სამყაროსთან დაბრუნება არ გინდათ. ეკლესიაში დაბრუნება, ეკლესიაზე გითხრა რა, აი დაშა, აი ხო გეუნები. აი შინაგან აი ესეთი დაგრუზული არა, მაგრამ აი როგორ გითხრა რა, ეკლესიაში შესვლა რო ბიჭო, რატომღაც ყველა იქ ეკლესიაში რომ შევდივარ უკვე, აი მოძღვრებშიც რაღაცა ისეთი თვალით ვეღარ უყურებ, ბიჭო, რატო იცი? ეხა ბაზალეთი რო გაგიყიდეს. ჩუმად რომ არის არა ეკლესიაც. არა, ჩუმად იყავი კაცო, მაგრამ და ამ დროს პარლამენტში ზიხარ იქ. პარლამენტში ზიხარ, ოხტი. ეცე. ხო, აი უყურე, პარლამენტში ზიხარ, მოძღვრები ხართ. და რავი, ზიხარ და უსმენ, აი ამას უსმენ. ალბათ შევეხებით რომ პრემიერის გამოსვლას. თორე მეტი რა გავნა შევეხოთ, ხო? ბიჭო, რა გულიძი ხართ ხალხო? ბიჭო, რა შეხო, ბიჭო, 1700 წელს ხარ. რა გულიძი ხარ მანდა, კაცო? როცა დემოგრაფიაზე ესეთ რაღაცას გეუბნება ეს კაცი არ უნდა უთხრა, შვილო, მოდი აქ და ჯეკი. ანუ რაღაც შენ მაპატი და კიდია, ბიჭო, აი როგორ გითხრა, აი რაღაცა უკვე ჩემებურად მინდა რა, ბიჭო, წავალ იმ ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობაა რა. ახლა ამათ გულის ეს სარწმუნოებას ვერ შევიცვლი რა. აი ესეთი განწყობა მაქვს. პესიმისტურია ესეთია, რავი, ეხლა მე გეუბნებით ის რაც გულში მიდის იმას ელაპარაკობ ყოველთვის. ამიტომ ხალხო, რაც თქვენ მეკითხებით, ხალხი გარბისო, თქვენ დამისახელეთ ერთი მიზეზი რატომ უნდა დარჩეს. რატომ გარბის კი არა, რატომ უნდა დარჩეს, თუ კი აქვს საშუალება წასვლის. მიზეზი დამისახელეთ მეთქი. ანუ თუ გავიქეცით, მაშინ ვის უტოვებთ ამ ბიჭო, რო ხართ აქა ვისია მეთქი, მაშინ ამას გიკითხებით. შენია? დამისახელეთ საქართველოს ტერიტორია, ეს თითი დაადეთ თქვი, აი ქუთაისი ჩემია. წამო განახო ქუთაისში რამდენია გაყიდული და შენი არის ვინის თავფეხი, კაცო გეტყვი. და ვინ ყიდის მერე? ისევ ჩვენ. ხო და ეგ სხვა მე მეკითხებით, ჩემი არ არის შენი, კაცო გეუბნები. მე რატომ ტოვებ ამ ჯოჯოხეთში? ჩემგან რა გინდათ, კაცო? იმ ახალგაზრდას იქებს ბიჭო, არ კი არ მოუწოდებ. როცა სოფხედელებაზე მელაპარაკები, მე-13 წელს და ამ დროს კაცი გეჯექით იქა. აი ხა პარლამენტში ხო იჯდა. აი უყურებდი ესე გადავხედავდი, ბიჭო, ეს ხალხი არის ხო? აი ეს თეთრი ხმაურის აქციები რო იყო. ჩვენ ოფისიდან ქართულ არ დაიშალოთ. ეხლა პოლიცია მოვა დაგიცავთ. ჩემ ოფისიდან იყო კაცო, ეგეთ ხელი მაგ დარტყმული კაცო. მაგ მამაძაღლებზე მაგაზე. და ეს ხალი იჯდა კიდე იქ ერთ და პატიკო, აბა რა გინდაო? უნდა ჩატარდეს გეი პარადიო, თუ კი სიტყვისა და გამოხატვის ის თავისუფლება გინდა ამ ეს და არ შევიგინები, კაი. რავი, აბა როგორ და აქ მელაპარაკებით თქვენ სოფხედელებაზე? და ნუ ნახრენ, რას ქვია, კაცო, შენ ნახარ ეგეთი. შენ ნახარ და შენი გუნდით ერთი მე მაგათ მოხარშოს ვიცნობ კაცო ყველას. ამ დონეზე რომ მიხვიდოდით, არ გეუბნებოდით, კაცო, მიხვალთ ამ დონეზე მეთქვი რომ ესე დიდხანს ვერ გაგრძელდება. არახარ შენ 10 მილიონი და არ გაქვს შენ ისეთი ძალა და რესურსი რომ ესეთი რაღაცა გაკაჩ, ვერ გაკაჩავ. ისიც რა კითხვა მებადება? ქართველები არიან პარლამენტში? რავი, გვარი კი აქვს და. უკვე ეჭვმეპარება ხოლმე რომ საერთოდ ქართველები არიან თუ არა და უყვართ თუ არა ქვეყანა და შესკივა თუ არა ქვეყანაზე გული. აი უკვე რაც პრემიერი გამოვიდა პარლამენტში. მე მაგალითად უყურებ და შემეშინდა. რა შემეშინდა იცი? ბიჭო, რავი, სხვა ქვეყნების იმასაც ხო უსმენ? გამოსვლებს ხო?
ბიჭო, რაღაცა სტიმულს აძლევენ ხალხს. Რაღაცა პერსპექტივას აჩვენებენ ხალხს, რაღაცა გეგმას. ბიჭო, უსმინე ბიჭო, შემეშინდა, კაცო. ბიჭო, გამაგებინეთ აი ამ გამოსვლის მერე კაცს როგორ უნდა უთხრა ქვეყანა არ დატოვო, კაცო. ამას ქვია, ლალი ბოდიში რაც გამოსვლას ქვია, სპასაი кто может. ამ ქვეყნიდან სპასაი кто может, კაცო. აი, უშველეთ თავს სასწრაფოდ, კაცო. ამას ესე ქვია. მითხარით რა თქვა იქ პერსპექტიული. რაღაცა, ბიჭო, რავი, რაღაცა, აი ხო უსმენ ხოლმე, კიდე გეუბნები, აი იმის ტრამპის გამოსვლა უყურე. ბიჭო, რავი, ახლა ინგლისური არ მესმის, მაგრამ იქ თარგმანი რო ქონდა ხოლმე, ესე ვაკეთებდი რა, მაღალია. აი ლუკაშენკოს უსმენდი, რუსეთის პრეზიდენტ, ყაზახეთის პრეზიდენტ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ უსმენდი, დაჟე პაშინიანს უსმენდი, კაცო. ბიჭო, რაღაცა ხალხს, აი ესეთი ენერგია, ამარ ამისა. ესე ვიჯექი და ასე მოუწვევდი მეუღლეს და პატაო ის მეუნება. მე მგონი უნდა დაგეთახმო ამ ქვეყნიდან სასწრაფო წასასვლელები ვართ. აი გეკით ჩემისთანა კაცურ ეს აზრად მოუვა კაცო. იმ ხალხს ეხა მე აი გასვლაზე მე ჯერ ტყუილი. ტყუილზე ტყუილი, სუ იტყუებიან კაცო. სუ იტყუებიან გადავირია ბიჭო. ეს ვისაც ატყუებს უკვე როგორ არის თვითონაც ზიანდება, რატო იცი კიდე გრონი ეს ჭერი თუ ჩამოინგრა, თქვენც მოყვებით კაცო მანდა. მარტო მე კი არა, ვინც გაკრიტიკებთ. თქვენ ჩემთან ერთად ყველა მოყვებით, ვერან ვერ გადარჩება კაცო. ან რადგინდა ეგეთი ქვეყანა კაცო. არ ჯობია მოხვიდე გითხრა ბიჭო, რავი, აი ხელი გვაქვს ცუდად. სამკურნალოა, მოდი ვიმკურნალოთ რა, ერმა ვიმკურნალოთ კაცო. გამჯარსახდით რა, აპაპაპა, აქ იყო ლაპარაკი. ხო, პრობლემაა და თან ბუქსაობენ. აი ერთ ადგილზე ბუქსაობენ, იციან ხალხს ვეღარ მოვატყუებენ. ნუ მივედით, სანამ ვატყუეთ, მივედით, პრიდელზე მივედით. თვითონ დაიწყეს უკვე ლაპარაკი. თვითონ, რაზეც ჩვენ ხალხს გვიჭერდნენ, ახლა თვითონ დაიწყეს მაგაზე ლაპარაკი. თან უხერხულადაც გძნობენ თავს. უკვე აი არა და როგორია თვითონაც ხო იციან რომ ხალხი ხო ამას გეუბნებოდათ კაცო. თქვენ ხო ამოდით თქვენი გამправლებთან ერთად. არა, ეგრე არისო, არა ეგრე. თურმე გამოდიხარ და ამობრალ თურმე ეგრეა კაცო. როგორც ეს გიჟი ლაპარაკობდა, თურმე ეგრეა საქმე. შემოიკრიბა ის თავისი სოდომიტები იქ დებატებზე, დებილები, უნდა რომ ამ დებილების ფონზე თითო ჭკვიანი გამოჩნდეს. ეს კამერები ყურებს, ხო? მაგ დებილების ფონზე მართლა სუპერი ხართ ბატონო პრემიერო. აი მოკლედ, აი გლიჯავ, 100 თნოს მოუგებთ მაგას. თქვენ ქართველებს დაუძახეთ თუ შეგიძლიათ. ქართველებს დაუძახეთ და დაალაპარაკეთ. თან ეძახის ვის? თავის შექმნილებს, კაცო. მე ხო მაინც ვიცი, გირჩი ვინ შექმნა. მე ხო მაინც ვიცი, კაცო. ბრიც მაგათი რაცუნი კაცი ვარ. ვინ და მე ხო მაინც ვიცი, კაცო. ბიჭო, იმას რომ შექმნის რომ დამიჯერ. და მიზანი რა არის შენი? რომ მე კაი ვარ. ამათ პოზიციაზე კაცო გიორგი სააკაძე ხარ, რაზეა ლაპარაკი? ეთი ქართველი დააჯინე მანდა და რამე იქ გეტყვის შენ სადავართ. ბიჭო, აბა ილიანოვის ის დებილი ისე რომ დამიჯინა იქა. გირჩელს, რავი, ნუ სოდომიტებს რომ დამიჯინა ის სოდომიტებს კი არა უკვე ეფშტეინელებს რომ დამისვავი იქ. შენ გამოზრდილ. ხო, რავი, იმათ ფონზე ხართ თქვენ ვარსკვლავები რა. ოპოზიცია რო ქვია თან. ხო, ნუ რასაც რატკინა დაუძახე, კაცო. თუ გინდა ჟუჟუნა დაუძახე, რა მნიშვნელობაა, კაცო. ხალხს მაინც ხო ვერა თქვა, არ გიშველა, ჩავარდა ეგ პროექტი. მე და თქვენ უფრო დიდი მეტი ნახვები გვაქვს ვიდრე მაგათ, კაცო. გულის რელამდია უკვე ის ხალხი მისული, აი მას რო უყურებს, კაცო. ვის ატყუებენ? თვითონაც ხო იციან რომ ხალხი არ ტყუდება, პოსობა ეს ვერ დავიგე, რაში ჭირდებათ, კაცო. ბიჭო, არ გამოასწორებს ეს პრობლემა, თორე კი ბატონო, თუ ეგ გამოასწორებს, ბიჭო, აბაიტა მე საათი დავძები გიყურებ, კაცო. მაგრამ ეგ არ გამოასწორებს, უფრო მეტი სიძულვილი მებადება შეხვდება. ანუ გინდა რომ დებილად ჩამთვალო და მოვიტყო თავი, არ ვიტყუებ თავს, კაცო. კი, მაგრამ საშველი ხომ უნდა იყოს რამე დირიჟორი ვინ არის ამის? ამ პარლამენტის. ეფშტეინიზმი. მაგათი გამოზრდილები არიან ეგენი. აუცილებელი არა იქ კიდე ერთხელ კუნძულზე იყო ნამყოფი.
ისინი კიდე ერთხელ იდეოლოგიით ხო ისინი განსაზღვრავდნენ კაცო შენ მაგენი გაიზარდნენ იქიდან წამოსული იდეოლოგია ეგენი განსაზღვრავდნენ განათლებასა და კულტურასაც სიმღერასაც რა ვიცი მეცნიერებას ჯანდაცვას რა ვიცი ცოლებთან ურთიერთობას ოჯახში აი ეს ეფშტეინელები განსაზღვრავდნენ ეგენი მაგათი გაძლიერები არიან კაცო ეხლა მე მესმის ოჯახურ ძალადობაზე რა კუთხითაც ამბობთ მაგრამ ხომ არის რეალურად ძალადობა ამიტომ კანონია დასახვეწი ისე რომ უდანაშაულო კაცი არ დაიჭირონ ტყუილად და არ დაინგრეს ეს ოჯახი რალი კანონიც აგვაქვს ნუ კეკლუცობთ კანონიც აგვაქვს ცემის შესახებ ჯერ იმ ქალის დედა ვაპირე რომ კაცი ხელი დააწყდა მე კიდე ლოგიშო ჩაუწება თუ შენი ქალობა ის ოჯახი რა თქმა უნდა მაგრამ უყურე მე ეხლა ხო სწორედ მიხვდი მე რა ზეთ გვამინდა კაცო ეს კანონი აი ეს ადექით აი ეს უნდა ადგე აი ეს როგორ თურქებმა თქვენ ხა თურქებმა თქვენ 80 მილიონიანმა თურქებმა რა ვაიმათ აი ეს აიღეს ესე დახიეს და უთხრეს ეს გენოციდია ეს ჩემი თურქი ხალხის გენოციდია ასე და გადააგდო ნაგავში და ის ამერიკის ელჩი რო ახელდა ცოტა კაბინეტში ჩაშეუშა თეთო მიღებაზე არ მივიღო თურქეთის პრეზიდენტმა გამაგებინეთ თურქეთის პრეზიდენტი ცდება ის 80 მილიონია ვაფშეტა. ნუ კეკლუცობთ კიდე გეთახმებით, ამიტომ პრემიერს თუ რამე გამოსწორება უნდა ოჯახებში მამა დააბრუნოს რა. დაბოს და ეს ქალები ცოლებს ქმრები დაუბრუნონ რა. ხო, თვითონ ხუთქო სოფხედულობის პრობლემა. მე დააბრუნე რა კაცო. რამდენი ქალია უცხოეთში წასული ოჯახების არჩენად და ესეც იგივე დანგრევა ოჯახზე უარესი კიდე? მე რამაც მათქოს კაცო. აქ თქვენ მოიგნებით მაგის იმედი მე აქ რაღაცა გავაკეთო. აგერ შეგებს უბუქეთო იქ წად ბიძე ხარ და იქ იმუშავეთ და რაღაცა კიდე ის ქალები მოკლედ. არ მინდა მაგადი ის ქალებით მოკლედ. ყველა თავის ის გაუმარჯოს. ამიტომ თუ როცა ამას აკეთებ, აი რომ გამოსულიყო პრემიერი დღეს, აი წარმოიდგინე. გამოსულიყო პარლამენტში და ეთქვა ესეთი სიტყვა. რომ ვითვალისწინებ სიტუაციას და დღეიდან ოფიციალურად გამოვდივართ სტამბოლის ხელშეკრულებიდან. წარმოგიდგენია რამდენი ქართველი ადგებოდა და ტაშდა უკრავდა თუნდაც მისი ოპოზიციაში მყოფი. ეს ხო იქნებოდა ქართული, ქრისტიანული, კაცური, ადამიანური, აი ყველა შემთხვევა, აი არ ვიცი რა, აი პროსტ უნდა მიხვიდე და გადაეხვიო რა. ეს რო გაეკეთებინა. გადავხედავდი, დავავალებდი იმ პროკურატურას, გადახედეთ საქმეებს და ის კატეგორია ხალხი, ვინც ყირილზე, გინებაზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ ზის, დააბრუნეთ სასწრაფოდ ყველა ოჯახებში. საერთოდ ნასამართლობად გაუუქმეთ. და მაგ ხრივ გეთანხმებით. რამხელა, აი უყურე, რამხელა იქნებოდა ჯერ პლუსი და რამხელა სტიმული იქნებოდა იმ კაცისთვის. დაჟე ეხლა ის კაცი რო გამოვა, ის ოჯახში ხო არ დაბრუნდება კაცო. ის ხო იმ ქალმა გაბოროტებული, ის ხო თავის ოჯახში არის გაბოროტებული, კაცო, ხო? აზე ხარ ეს ოჯახი აღარავს აღარ აღდგება. 3000 ქართული ოჯახზე მაგ ლაპარაკი ხალხო. რა ის თქვენ მე აქ სოფხედულობაზე მელაპარაკებით და ქვეყნის იმაზე მელაპარაკებით ემიგრაციაზე. რომ რაც დავთესეთ ქართველებმა, ის მივიღეთ. ნუ რავის ნუ აბრალებთ. ჩვენი გაკეთებულია ეს. აი ეს არის ჩემი პასუხი. ახლა გინდა იმაზე გადავიდეთ. შევპირდი ხალხს. 157-იო პრემიერმა თქვა, საქართველოს მოქალაქე მიყიდავო კრძანიში. ბინებიო. იგლჰილსის. ხო, იგლჰილსის. აქვე ვეუბნები იგლჰილსის თანამშრომელს არაერთს უღრმესი მადლობა რომ ესეთი ინფორმაცია მომაწოდეთ. თუ იცი შელალი რამდენი არის იქიდან ეთნიკურად ქართველი. აი ციფრი დაასახელა, აი პრიბლიზიტელნა რა, აი რამდენი შეიძლება იყოს, აი შენი გაქროთ, აი ქართული ქალბატონის გადმოსახედიდან. ეჭვი მაქვს რომ ძალიან ცოტა. აი ნუ მაინც 10, 20, 30, 100. ხო, ალბათ ასე რა. 100 არა მგონი. 3 ქართული გვარია. ის მეუბნება, პატა მე არ ვიცი ესენი ქართულები არიან თუ არა, შეიძლება ცოლი ქართველი ყავსო და ქართული გვარი მიიღო. მე მას კი არ გონი ეს 3 ქართული გვარია.
თუ არა და გამოვიდეს ხელისუფლება და მითხრას პატა აი ახლა შეხო მამალი ტყუილი თქვი აი თუ არ არიან ქართველები და აი მანახო აქ ვიძე პირობას ჩემ ცხოვრებაში ტელევიზიის წინაღარ დავждები გამორიცხულია რატო იცი ყველა მაიტაცა საქართველოს მოქალაქეებია შენ კაცო საქართველოს მოქალაქეები იმდენი მყავს თურქი პაკისტანელი ინდიელი რა ვიცი არაბი მე მგონი ქართველებზე მეტი ხდებიან ეგენი ბიჭო შენის მითხარი ეთნიკურად ქართველი რამდენია ხო საქართველოს მოქალაქე ხო კაი კაცო ერთი რა საქართველოს თან როგორ ბიჭო რა შეურაცხყოფას გვაყენებენ ამათ გონია დებილები ვზივართ და ამას ესე გავატარებთ კაცო Georgian Times ახლა აიტაცეს კაცო აგეო აი როგორ უნებოდნენ ერთს არ დაებადა იქ კითხვა აი გულაშვილის კამანდას ბიჭო ამ 157-ში რამდენი ეთნიკურად ქართველი ეს კითხვა კი თუმცა ცხინვალეთ იციან ეგ კითხვა რომ დასვა უკვე თავისი გამправებლებთან ეპშტეინელებთან უხერხულად სიტუაციაში აღმოჩნდებიან მაგრამ არ ეხოთ ქართველობა არ ეხოთ აი მაგრამ ფულმა გადაძალა სუკა ფულმა გადაძალა ეს კითხვა არ დასვეს რა სამწუხაროდ მხოლოდ ეგ არ არის კიდე პრობლემა მთელი საქართველოს მასშტაბით ისედაც ბევრი მეჩეთები გვაქვს და ეხლა შენდება მეჩეთები იყო შემთხვევა რომ გარდაბნის რაიონში სოფელ გრწანიში და მერე ის მინარეთი მოახსნევინეს კიდე დაგეითხოვო რომ მაინც ააშენებენ აგეთ აი ხო პირდაპირ აი გეუბნებით რომ მაგას მაინც ააშენებენ მოშალეს და შემდეგ ის გეუბნებით რომ მაგას მაინც ააშენებენ დაღლიან მან სირბილით ქვემო ფონიჭალაში ორი ვაჰაბისტური მეჩეთია აშენებული ყველა არის სულ სხვა მეებით ასე ვთქვათ უყურე საქართველოში არაზროს მუსლიმებს არ ქონიათ არაზროს პრობლემა თუ რამე პრობლემა ქონდათ ყოველთვის იყო ბრიტანელებისგან შემოგდებული რაღაცა პროვოკაციები და მაგათი აგენტურისგან მუსლიმი ძმები მყავს მე ფრონტის ძმები ერთ დღესაც გეუნებთ აი დონბასში და იმაში გათ აპტიალოვიდინოია ჩემი აი ძმა რო იტყვია მაგრამ შენ რო აქ ამას აშენებ ქართული კაც არასდროს არ ქონია გართულება რო აი არა რატო მაგ ჩვენ ყოველთვის მაგხრი ვიყავით ყოველთვის ეხლა კი არა აი გასული საუკუნეები და ძალიან ტოლერანტულები ვიყავით და ძალიან კარგად ვიღებდით მაგხალს ჩვენ კაცო მაგრამ შენ ვირეშმაკობით რო თვითონ ხელისუფლება აკეთებინებ ბიჭო რატო აკეთებინებ აი ამიხსნა მისანი და ამ დროს მეუნები დემოგრაფია კაცო აი ესა სოფხედელობის ბრალიაო და არა სოციალური პრობლემაო არა კაცო არა კიდე მაინც იქავარ და მაპატიეთ და ისე პრემიერს მინდა უთხრა ყველა გამოჩენილი დიდი პოლიტიკოსი დიდი ხელოვანი დიდი მეცნიერი ხო რატომღაც სულ ღარიბი ოჯახებიდან არის წამოსულები დიდარი ოჯახებიდან არის ეს ტრანსგენდერები მამაძაღლები რაღაცა ჩათლაყები და ყოველთვის ღარიბი ოჯახიდან აი მეგობრები გიგანტი აი ტიტანი მომღერლები იყვნენ თუ მუსიკოსები მეცნიერები მოკლედ რა რაცა სულ ღარიბი ოჯახებიდან იყო კაცო ეგენი იმიტომ იყო კაცო ჩვენი თავადები შვილებს ღარიბ ოჯახებში აბარებდნენ რა ვარ შვილი მოძულებული კი არ ყავდათ კაცო იმან იცოდა რომ იქ ქართული სული იყო იმ ოჯახში იცოდნენ პურის ფასი დედის ფასი მამის და-ძმის ერთმანეთის ფასი იცოდნენ კაცო მე რატო ვთქვი იყურე სოციალური პრობლემაც რო შეეხო ამიტომ პირველ რიგში აი კიდე მე ყველაზე ახლა ტრაგიკული რაც არის ამ ქვეყანაში ეს არის კიდე ჩვენ არ უნდა ამას 10 წლეულები კაცო მე რომ მე ვარ მე გაქცევას ვაპირებ გაქცევას რა ნუ აღარ არის ჩემი ქვეყანა და რა გავაკეთო კაცო ეკლესიაში თუ ხარ ხედავ რომ შევიდე და სულიერად დავწყნარდები წი იქაც რაღაცა ასე მგონია ხა რაც უნდა მელაპარაკო ხო შინაგანი შეგძნება მაგ აი განწყობა კი არა აი შინაგანი გძნობ რომ ბიჭო აი ესეც რაღაც აი ვერა რა ადრე რო იყო ხოლმე რომ აი რაღაცა ზიარება ბიჭო ვეღარ ვაკეთებ რა აი მომკალი და რა ჩემთანს ვეუმები რა უკვე
აი იმას რასაც უყურებ საქართველოში და არაფერი არ ხდება და შენ ისე კომფორტულად შეხარ და უყურებ შენი ქვეყნის განადგურებას და ესე მშვიდად უყურებ ბიჭო მე წავალ რა ისე დაინგრეს ეს ქვეყანა კაცო მაინც კიდე იქაო რა ძალიან ესე რა ამ პრემიერის გამოსვლა ბიჭო ძალიან დამგრუზა რა პერსპექტივა ვერ უნდა კაცმა პერსპექტივა ხვალინდელი დღეს ვერ თქვა ხალხო კიდე სიძულვილი აგეო აი რო იტყვებოდენო აი ასად რა იტყვებოდენო აგე 47-მა საქართველოს მოქალაქე აქაც მატყუებს ყველაფერი ბიჭო აქაც მატყუებს გადავირიე კაცი ეთნიკურად ქართველი რამდენია ვეკითხები ეთნიკურად ქართველი თორე ბიჭები შეიძლება აბა აქ რო შემოვა ბინეთს რო იყიდებენ ის ავტომატურად მიიღებენ მოქალაქეობას კი არ ძაბავ კაცო არ ვიტყუებ თავს დორბილი არ ჩამომდის დებილები არა ვართ ბიჭო რა ვიცი რაღაცა თითქოს მე სამართლიანობაზე იყო ლაპარაკი ბიჭო 12 წელი მატყუეთო ბიჭო თურმე შენაფინანსებდითო ამასაც მატყუებდი კაცო ცოტა იქ ვიჯექი მე შეიბერძე ვიდექი იქა ოფისში ბიჭო ამასაც როგორ მატყუებდით კაცო მე ჩემი სიდებილით მეჯერა თქვენი კაცო რომ ის ელის უკილაძე ჩემზე რო წერდა რაღაცეებს ბიჭო მეგონა ვიღა თურმე აქ ოფისიდან აწვდიდან კაცო ბიჭო პატარა კაცი კი არ აწვდიდა გადავირიე რა სუფრაზე ოჯახში ნათლი მირონობა გვაქვს ბიჭო რა შემაძულეს რა თავი რა არა ჩემი აზრით გაქცევა გამოსავალი არ არის თუმცა ერთი კითხვა ყოველთვის მიჩნდება ხოლმე ეს მთავრობის ხალხი ეს პარლამენტში შეკრებილი ხალხი ქართველები ხომ არიან ეხლა კითხვა არ უნდათ რომ ქვეყანა კარგი თავისი შვილები მითხარი ღარიბი ერთი მაქედან არც ერთი მილიონებს ეთამაშებიან და ეს აი მითხარი რომელს არა აქვს 10 მილიონზე ნაკლები რომელს აქვს მითხარით არც ეხლა შენ ძალიან ადარდე ეხლა შენ მაგას აკა წნეთი გაიყიდება თუ ბაზალეთი ერთ ბაშად ბიჭო არ ინერვიულოს რა მაგათი ცოლები პედიკურზე სანამ სამსახურში მივიდეთ საფრანგეთში გადაფრინდები პედიკურს გაიკეთებენ და მე ჩამოფრინდებია ხოლმე კაცო კი არ გეხუმრებით კაცო ჩემი ყურით რაც ამაქვს მოსმენილი იმას გეუნებით შვილები ყველა გახიზნული ყავთ ხო სხვა ქვეყნებში მაგათი შვილების პასპორტები გვანახონ წამი პასპორტები საქართველოს მოქალაქის პასპორტი არ მანახო აბა ეგ ვიცი კაცო შენ მაგი მოატყვი იგა წვანე პასპორტები რო აქვს შვილებზე ისინი მანახონ კაცო რას გიჟ ბიჭო უყურე კი ეხლა ვიღაცა ფიქრობს კი არ ვაკრიტიკებ კაცო მაგენიც დაიღუპებიან მეთქი აი ხوار ეგენიც მოყვებიან იმ ჭერის დაბლა თუ რო ჩამოვარდება ეგენიც მაგის შვილები ჯილადით მოყვება კაცო ზუსტად მაგიტოვსო ამ კითხვას თვითონ ხო აქ ცხოვრობენ და ხო რავი ყველაზე პირველი მაგათი ინტერესი უნდა იყოს რომ ქვეყანა კარგად იყოს და ქართველები ვიყოთ კარგად 13 წლის რაზე მელება 13 აი გუშინ წინამდე გიჟს მეძახოდნენ ამას რომ ველნებოდი სოფხედულობაზე გიჟიო კაცო დამცინოდე ტელევიზორში ვიღაცა ის რო გამოვარდებოდნენ აი ეს ანტი LGBT-ს რაღაცას და ვიღაცა ჩვენ სამშობლოს იტყო და აი დაუშვათ დიტო ლორდკიფარიძე ჩვენ სამშობლო რაღაცა იტყო და ხო პატა შენები არიან ხა სამშობლო თქვა სიტყვაო ხალხო აქეთ გამოიხედეთ კაცო რა სოფხედულობაზე მელაპარაკები კაც 3000 ოჯახი ყავს დანგრეული პროსტო დანგრეული ყავს მე ქართული ოჯახი ეს იცის ეკლესიამაც და ეკლესიის მრევლის არ არის რაც უკვე დიდი ოჯახია ეკლესია მაგ გამოიღოს ხმარო ბიჭო რა ჩები კაცო შენ არ აი შეიძლება ხმამაღლა არ უთხრა ხო მიდიხარ ოიჯექი რო დამთავრდა პარლამენტის ხდომა ხვიდი და უთხარი რომ ირაკლის შვილო დაგლოცოს ღმერთმა და აგერ ეს ხო არ გავაკეთოთ ბიჭო უთხარ რატო არ ეუნებით არის ციტო ეგრეა რომ დანგრეულია 3000 ოჯახი და მარტო ქართველები როზიან არის ცით მაგდენი ეხლა ხო იცით საპატრიარქოს თემა ცალკე თემაა ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა ეს და ამიტომ აღარ აღარ მაინც მივმოწავდი აქედან ძალიან ძნელია დაარწმუნო და როდესაც იტყვის საპატრიარქოზე რომ რატომ არაფერს აკეთებს ელემენტარული ახლა საიდანაც უნდა გადავიდე მაგრამ პატრიარქმა დააწესა ინცესტი
მონათლა ამდენი ბავშვები ხო არის რომ ინცესტია ეს ფაქტიურად არავინ იცის ის ბავშვები რომლების შეუღლდებიან და ეს არის სერიოზული ცოდვა. არ გითხრები მაგაში. ვერ დაგეთახმები პირიქით. პატრიარქის მონათლულები გამოდიან ერთმანეთის ნათლისები და არ შეიძლება მათი შეუღლება. ერთი ნათლის არა ის საქართველოს პატრიარქია კაცო. ის არის საქართველოს პატრიარქი იმის კი არა ის არის საქართველოს პატრიარქი უშუალოდ იმის კი არა თვითონ პატრიარქი კი არ მიდის იქ იმასთან და კი არ ნათლავს კაცო. პატრიარქი არა რა პატრიარქის ნათლულებად ითვლება. კი მაგრამ იქ შეიძლება სხვა მონათლოს კაცო. იქ პროფესორ პატრიარქის ისე მე ვყავს კაც მეც ვიყავი მაგაში ვერ დაგეთახოთ მე ვთვლი რომ ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი ცოდვა ჩემთვის როდესაც ახლა მთელი საქართველოს ბავშვებს ნათლავ და იმ ბავშვებმა არ იციან რომელი არის პატრიარქის ნათლული. კიდე მაგდენის პატრიარქს თვითონ ფიზიკურად ვერ გააკეთებდა თვითონ ვარ დასწრებული. თვითონ ვარ დასწრებული. მე არ დავსწრები ვარ. ხო და გეუბნებით რომ იქ სამებაში ვავდივით ასე იყო ერთი 10 მოძღვარი იყო აქეთ 6 იდგა და ასე პატრიარქი იქ არ იყო ხო? კი, შეიძლება არც იყო. შეიძლება არც იყო. მე რომ ვიყავი ახლა ყვარელში ჩემი ნათლული არის ყვარელში რა? ენისელში ცხოვრობს. აგერ და რომ მონათლეთ იქ არ იყო პატრიარქი. და რანაირად ითვლებიან მაშინ პატრიარქის ნათლულებად? უკვე სიმბოლურად არის პატრიარქი საქართველოს პატრიარქმა აი ვინც მოინათლება ერქმევა პატრიარქის ნათლულებად. არა კაცო გეუბნები ბეწოლესტრებოდი კაცო ფოტოებიც ამა განახებ ტელეფონში კაცო. ეს ყოს ეხლა კი იმხელა გახდა ფეხბურთელი ბიჭია. თუმცა ეს წანისის მიწებზე იყო საუბარი რომ საპატრიარქოს ეკუთვნოდაო და ფაქტიურად მისი თანხმობით მოხდა ხო ესე გამოდი ხო საპატრიარქო ამაში გარეული და გარეული არა ნუ რა ნუ მთავარ დამნაშავე გამოდის ესე რა ფაქტიურად ესე ხო ძალიან რთული აი ამ თემაზე არ მინდა ხოლმე საუბარი რაც საპატრიარქოს ეხება იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის წმინდა პატრიარქი და საპატრიარქოს თემა და ამიტომ ვერიდები ხოლმე ამ თემას. თუმცა ჩემი პირადი აზრი ასეთია, რომ ძალიან გულნატკენი ვარ საპატრიარქოზე, რასაც ისინი უფრო გაუცებულები ვართ რა. მათი უმოქმედობა აი ეგ გაუცებს. რა ხდება, რატომ არის ესეთი უმოქმედობა? თვითონვე დათანხმდნენ იმ წანისის მიწებზე. ნუ თუ შეიძლება არ თვითონვე რომ იცის უნდათ ხო ახლა ეს გაყიდეს. აი მე რომ ეხლა ხო გაიგეს, ეხლა ხო გაიგეს. ხო რა ხარ ახლა როგორ წაართვას გაყიდული აქვს უკვე. ხმა ხონდა. კი არ გაყიდეს მე მგონი გადათვალეს რა გააჭარაში. ხმარო უნდა მოიგოს ახლა მეორე გადაცემა მაგაზე ვლაპარაკობ. და კიდე ერთხელ მაგრამ უბედურება კი არა. საქმე რაშია იცი? ჩვენ საპატრიარქოს გარდა პრაქტიკულად არ აქვს არავინ. ერთი მაგის იმედი ვქონდა და ისიც არა გვააკიდევათ მაგის იმედი მაგრამ უყურე რაშია საქმე. ბიჭო მრევლი ვეხვეწებით ერთ რამეს რა. ბიჭო რავი წმინდა სინოდო რა ვიცი აი დემოგრაფიულად უკვე აღარ მალავი ესეთ სიტუაცია გვაქვს. 3000 მამა წაართვეს ოჯახს. 1300 ოჯახი დაინგრა. გენოციდი მოეწყო რა პრაქტიკულად. ბიჭო რა ვიცი იქნება რაღაცა შეგვეხიდოთ რა. იქნებ ეს პატიმრები მაინც გამოუშვა და ოჯახებში დააბრუნონ კაცო. თუ არ დაბრუნდება რავი რაღაცა ქენით რავი აღარ ვიცი რა გავუნთქვა რა. არა ჩემი აზრით საპატრიარქოს სიჩუმე ძალიან დიდი დანაშაულია. ჩემთვის დანაშაულის ტოლფასია და ყოველდღე ველოდები რომ როდის იქნება რომ საპატრიარქომ ამოიღოს ხმა და ქართულ ხალხს დაუდგეს გვერდში. მისი მოვალეობა ეს არის. მისი სულიერი მისია ეს არის. და აი ამ მისიას არ ასრულებენ გამოდის. ხო რავი რაღაცა სიზამენ ალბათ რა არ ვიცი მე ძალიან კიდე გეუბნებით ძალიან მეშინია მაგეთ რაღაცების თქმა. აი ამიტომ ვერიდები ხოლმე მაგრამ მაინც მოგვიწია ამის მომენტ რომ ფაქტი სახეა. გამოსწორებს ვერ გავხედავთ რავი. მეტი არავინ აღარ არის ხო რომ ვინმე აი შეკრიბოს ეს ხალხი პატრიარქს ყველა გაყვებოდა და შეკრიბავდა ამ ხალხს და დავდგებოდით ერთად მაგრამ ის ცალკე თემა კიდევ ის მე მგონი კიდევ უარესი მდგომარეობაში. და ცოდოა და მოხოთ ვეღარ ხო ხედავთ რა და საპატრიარქოს ფაქტიურად უკვე პატრიარქი ვეღარ მართავს მოქმედობაში. ხო მოგდა რაც უწერი მე ესენი აი რომ არა ნეტა აი პრემიერის გამოსვლის მერე სხვა გადაცემა მინდოდა ჩამეწერა რა ჩაგვეწერა. ვაფშე სხვა რა და იმდენად დამგროზა რომ მიჯო რაღაცა მინდა ხალხს უთხრა პერსპექტიული და ვერ ვეუნები. რატო იცი მე ხომ რომ მიტელდეს ვიღაცა მეტყვი ბიჭო ხა პრემიერზე მეტი ნუ გამოხვედი რა. ის კაცი ვერ გვაძლევს პერსპექტივა და შენ აკრასა რომ ბჟუტულობ. აღარ ვიცი რა ვილაპარაკოთ რა.
ანუ მართლა ესე გვაქვს საქმე რომ რავი პირველი ადამიანი უკვე ამბობს რომ დაგვერხა? რა თქვინდა ხედავთ ფაქტია. ხომ არ გამოსავალი მითხარი შეკადემენიშვილო. აი ზუსტად ეგ არის გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. ჯო, ვისაც რესურსი აქვს და ვისაც ის აქვს, იმ უნდა მოძებნოთ. მეტაში ლალი რა არ უნდათ იმათ, ხომ ხედავთ, არ უნდათ იმათ ამ გამოსავლებს. თვითონ კარგად გრძნობენ თავს, გადასარევად გრძნობენ თავს და ჩვენ ის ადამიანები, ვინც ხვდებით ამას და ვიგებთ, რა გვაკლია იცით ქართველებს, ვერ შევიკარით, ვერ გავერთიანდით. ეს გვიშლის ხელს. დაგსაქსულები ვართ, ერთმანეთს ვექიშპებით და აი ეს არის ზუსტად. აი მაგას უკვე დავიღალეთ, ყოველ გადაცემაზე მაგას ვლაპარაკობ. მაგრამ უყურე რა. ვერც ეგენი გძნობენ თავს კარგად, მე შენ გეტყვი. ეგ გძნობენ ვერ არის ყოჩაღად დაშე. ეხა იმ რაღაცა დაჭერებით კიდე რაღაცა გადაფარეს. მე კი ვიცი რაც გადაფარეს. არ ვიშველეთ მაგით, მაგრამ რო უყურებ მაგათ, ვეღარც ესენი აპრავებენ დაშე. არადა როტომ ვიცი, ეს არ არის მარტო ვიღაცას ქვეყნის პრობლემა და ამ ქვეყნის პრობლემაში თვითონაც შიგარია ამ ქვეყანაში არის. ანუ ვერ აირიდებენ იმის თქმით, ამ პრობლემას მაინც ვერ აირიდებენ. რაც ამდე შენ აკრიტიკო, გააშავო, რადიკალი ეძახო, ისა deep state ეძახო, დავუშვი ჩვენ რო გვეძახი ის, ხო? მე მაინც შენ გამოდიხარ და იგივეს ლაპარაკობ შენ. ანუ და კიდევ მომატყუო. ჩიხში მოიქცნენ და გამოსავალს ვერ პოულობენ ეგენი? უყურე, ჯერ ფული გაუჭირდათ. ფული აღარ აქვს კაცო, მაგათ ეს რო დაიწყეს ეგ დაჯარიმებები და აი ეს რა და უყურე უკვე ხელისუფლების გახანგრძლივებას ცდილობენ კანონის გამკაცრებით. არ მაღიარებ, დაგიჭერ. ხელფასის მომატებითაც იმატებენ და იმატებენ და ეს საწყალი ხალხი არის ესე კიდე გასაცოდავებული. ხო აი ანუ მაქსიმალურად ცდილობენ აი ბოლო გაფართხალება აქვს თუ რა აქვს რომ მაქსიმუმ თანხა იშოვონ თუ რა ვიცი რა ხდება ვეღარ გავიგე. დიდხანს ვერ გაგაჩერე. განმორიცხული თემა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება კაცო. იმიტომ რომ რო უყურებ აი როგორ არის აი წარმოიდგინე კედელია აი კედელი და აი ეგ გასკდა შტუკატუკა რა ამანაც ამდენს აქ გასკდა აქ გასკდა მე ყველა შკურკავს ეს აკეთებს მაგრამ ერთხელ იქნება ეს ჩამოინგრევა რატო ჩამოინგრევა ეს უნდა ეგ სამყარო ჩამონგრეული პროსო შენ ესე გიჭირავს რა აქედან ეს რო ჩამოინგრევა უნდა ჩამოანგრევ და თავიდან დაიწყო ამის დაკეთება არ გინდა რატო იცი შენ ეგ რო ჩამოიგრე შენ მანდახარ კაცო და გამორიცხული ამას ვერ გააკეთე აი სადამდეც გაჩავენ აი გაჩავ მორჩა და გათავდა რა თუმცა მაგათ იმდენი აქვს უკვე დაგროვებული რომ შულთაშვილს და იმის იქით ეყოფათ უკვე და უკვე წინასწარ არა ესეთი აი საწყალი ხალხი არის ცუდ მდგომარეობაში ზოგს სახლი არა აქვს ზოგს საჭმელი არა აქვს ზოგს დაავადებულია და ექიმის ფული არა აქვს ელემენტარული რამდენია საქართველოში ესეთი გაჭირვებული ადამიანი ეგ სოფხედელობის ბრალია სოფხედელობა გვიშლის ხელს თქვენ არ იცოდეთ ეხლა მივხვდით კი და გვეშველა. გვეშველა, შეიცვალეთ სოფხედელობა. აი ეგ არის რა, დალი. თანაც უყურე, ეხლა გადავიდეთ ჩვენ ირანის თემაზე, აგერ მოადგნენ. თან როგორ მოადგნენ კაცო. აქვე მინდა ხალხს ინფორმაცია მივაწოდო, ერთი ინფორმაცია, რომ ეგ ჟენევაში ეს პერეგაეს უკრაინსა და იმის მოლაპარაკება ჩაიშალა. ამას ჩაშლა ქვია. ერთმანეთ დაჟე უწმაწური სიტყვები ვეძახეს. ზუსტად ვიცი და მარტო გეუნებით. ეს მე რაც მტკივა პირველ რიგში რა. ამიტომ იქ მე როგორც გითხარით ისეა. იქ არაფერი არ თავდება, ჯერ არც დაწყებულა. ეს ერთი, მაგრამ აქეთ ამ რეგიონზე მინდა გითხრათ რა. ამ რეგიონზე. ხო, მე გითხარით წინა გადაცემაშიც, ეხლაც ვამბობ, რომ იმდენად შეიყვანა ამერიკელებმა ჩიხში თავი ახლო აღმოსავლეთში, რომ დღეს ხუთშაბათ, უბრალოდ გუში, არა დღეს დაიწყო მეორე წრთუნები ირანისა და რუსეთის ხმელთაშუა ზღვაში. პირდაპირ განუცხადა რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, ირანი წითელი ხაზია. პირდაპირ განაცხადა.
ასევე განაცხადა პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტმა. კიდევ ერთი ინციდენტი ჩვენი გემის დაკავების ჩვენ გავხსნით ცეცხლს. თუნდაც ეს იყოსო ხაზი გაუსვა ვენესუელიდან წამოსულიო. ეხლა კარგად დაფიქრდით, რასაც ვლაპარაკობ. აი ამ დროს აქ ეს ქვეყანა უკვე ჩვენს გარშემო მოხდება რასაც გეუბნებით, ეს აგერ ხდება 600 კილომეტრია, კაცო, ეს არა რა. ეს ხდება ჩვენს რეგიონში და აქ ეს ხალხი რა თემებს ვიხილავთ. ის კი არა რომ ბიჭო რაღაცა მოემზადოთ, აი ტოლვილებრო დაიძრენ. აი რასაშვებით იქნები წავიდეთ კაცო იქ დაველაპარაკოთ იმ კაცს გვიშველი არ დაგტოვო მარტო კაცო აქ რო რაღაცა დაიწყოს. მაინც მართლმადიდებლები ვართ, მაინც გვიშველეთ რაღაცა კაცო. უფრო გავმუსულმანდებით, ვიდრე იქ მივარ დავილაპარაკებთ. იმათთან. უფრო მალე გავმუსულმანდებით მეთქი, აი მარჩევას გააკეთებთ და გეტყვით რატო. შარშან ციფრს ვამბობ რა და ვისაც ყური აქვს იცის იმ კაცმა 30 ივლისზე უფრო კაი რამე შესთავაზა რუსეთმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. შარშან 30 ივლისზე უფრო კაი რამე შემოსთავაზა ჩვენ ხელისუფლებას რუსეთმა. დომიდის. მამუკამ ფიფიამ ეს პირდაპირ ღიად ეთერში თქვა უკვე. მაგრამ მე დავაზუსტე ციფრი. რატო იცი იმ ერთმა კაცმა მიხვდეს რაზეც ველაპარაკები ახლა. მე იცოდე იმის თქმა არ იყოს, რომ თუ ეს ფანჯარა დაიკეტა, რომ ჩვენ მარტოები ვართ, ჩვენ ყველა მიგვატოვა, ვეუბნები პირდაპირ, აი გუშინ დაბადების დღე რო ქონდა რა. 30 ივლისზე უფრო კაი რამე შემოგთავაზდეს. და ეს იცით თქვენ მანდა უკვე. ეს იცის საპატრიარქომაც. ჩვენ მაყურებელს არ ეთქვი. არ ეთქვი და არც მე ვიტყვი. ეს იქნება ძალიან არაკორექტული ჩვენ ხრიდან. ან მაგას გააკეთებთ, ან ყველაფერი რაც უბედურება გაწელდება, იქნებით ის ერთი კაცი იქნება დამნაშავე და მასთან ერთად თელი საპატრიარქო. აი მარტო აი გულისხმობ მინდოდა ეგ მოსვლა და დალაპარაკება დღეს გადად. თორე ისე ვიყავი დაგლუზული, რაღაცა მიზეზი მინდოდა მეთქვა, რომ დღეს გადაცემა არ ჩამეწერა. მაგრამ ეს ინფორმაცია რო არ მეთქვა და აი ჩიხში ეხლა უკვე რატო იცი ხალხმა ხო გაიგოს რომ იქიდან ისეთი შემოთავაზებაა გაკეთებული ლალი. კარგი შემოთავაზება, ხო? აი ვერც კი გაიფიქრებს ქართველი კაცი. და ამათ რეაქცია არ აქვს. ველოდებით, არ ვიცი ველოდებით. ეს როდის გაკეთდა ეს შემოთავაზება? დიდი ხანი. არა, დიდი ხანი. ახალი ამბავია, იცი ეს გაეგზავნა როგორც საპატრიარქოს, ისე იმას 30 ივლისს რო 30 ივლისს ციფრი კარგად დაიმახსოვრეთ 30 ივლისი რო ისა აი იმაზე უკეთესია გაკეთებული ღმერთმა არაქნას ამათმა წაი ეფშტეინიზმონ გუშინ ალ-ჯაზირას მისცა ლავრომა დიდი ინტერვიუ ჩემ გვერდზედებს საათი და 35 წუთიანია როგორ მიმართავს იცი არაბებს ჩვენაო თქვენთანო ისეთი ურთიერთობა გვაქვს პრინცთანო რა მავიწყდება იმ ხელა სახელი და გვარი აქვს მაგას ხო რომელიც არ ქონიაო ჯერო არც საბჭო კავშირის დროსო და არც უახლოეს რუსეთის ისტორიაშიო ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს კარგად დაფიქრდით ახლა რა გითხარით კარგად გაანალიზეთ მეთქი გეუბნებით რა გითხარით და რა შეიძლება მოყვეს სულ კანდაყვება დაგრჩებათ ეს თქვენი რაღაცა სიგიჟეები და ბოჭორიშვილები და ეს ჩიქოვანი რო დარბის რამშტაინიზე ხო რა ვიცი აუგე დამღალეს რამ ხალხმა ჩვენი ბედი მათ ხელშია და ველოდებით გადაწყვეტილებს კიდე ერთხელ გეუბნებით ჯერ ტონი როგორც დავინახე პრემიერმა რაღაცა ნუ ყოველ შემთხვევაში ისეთი აგრესიული არ იყო და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს იმედია რომ ბოლომდე არ გააუბედურებს ამ ქვეყანას ვერ გაასწრებს ვერანაირ გეუბნებით ვადები არის ამ პასუხი ხო ნუ ყველაფერს თავის დასაწყისი აქვს და დასასრული აქვს ხვალ შეიძლება დაბომბვა დაეწყოს ირანის ისეთი შეიარაღება ესეთი არ ყოფილა
даже ერაყს რომ მიაგდნენ ერაყს მაშინ ამ ხელა შეერაღები არ ყოფილა კაცო იმ ხელა ორჯერ მეტი არმადაა მიმდგარი მეტი კი არ ხუმრობ კაცო ემანდა ცეცხლს ნუ ემთამაშებით ამ დროს სახელმწიფო საერთოდ არ ფიქრობს თავის მოსახლეობაზე რომ ან დაიცვას ან რაღაც სწავლება ჩაუტაროს ან რაღაცა მოსამზადებელი ჩაუტაროს არ ვიცი რასაკეთებს ვეუნები მამუკაბდინარაძე შეეშვი კაცო ამ ბრიტანეთის მეტრებელს კაცო არ მოგიტანს ეგ კაი საქმეს მე გაანები მაგ ფაშისტის წარმომავალს არ მოგიტანს ეგ კაი რამეს გეუნები შენ დაღუპავ ამ ქვეყანას მაგით შეეშვი მაგ მეტრებელ თეთი ქართველი არ გეგონოთ კაცო ქართველი არ იყო ეგ მიექვის დირექტორი ლუარს ეგ არ არის ქართველი კაც მაგაზი იმის გვარია იყო ფაშისტები იყო წინაპრები გაიქცნენ და იმ სიმამრიკი არა აი მამა რო ყავს მამინაცვლის გვარი მიიღო კაცო და всё რა თორე აი ქართული არაფერი სისხლი არ აქვს მაგას არაფერი კიდე ერთხელ მე რო უწოდებ ხელისუფლება შეეშვით ამ ბრიტანელებს კაცო რაგან მე გეუბნებით გიჟი ხო არა ვარ კაცო როგორ რამ ახლა ხო რამდენი უნდა გითხრათ მე ვარ კიდე გიჟი აი რაც ვილაპარაკეთ ხო მაინც ჩემი სიგიჟეები მართლდება კაცო თქვენი ხო არც ერთი არ გამართლდა კიდე გეუბნებით ნუ გიჟობთ გაანებეთ ამ ბრიტანელებს თავი არ არის დაგუპავენ მეთქი კაცო გეუბნები ყველაფერი იციან მეთქი აი როგორ იციან იცი წარმოდგენაც არ აქვს რა აი რა ქვეყანას უნდა თუ ძირი გამოუთხარო რუსეთის ეს როგორ მომავიწა სალავიოვზე იყო გამოსვლა მეც მახსენეს კაცო ის რომ კალაძის სიძეო გამოაგდესო სამსახურიდანო და რაღაცა ეხლა ეს და ამით თუ კიდე დავამსრულოთ ეს როგორ გამოვჩა კაცო ახლა გეტყვი რა ვლადიმერ სალავიოვი ვიცნობ კარგად არა მაგრამ ვიცნობ უარყო რომ არაო კაცო არ არისო ქართული ოცნება რუსოფობიულიო რაღაცა და უყურე ნახე რა თქვა ამათმა ეს გაატარეს იქ თქვას ესეთი რაღაცა ბიჭო თავის ხალხს მიმართა რუსებს რო ჩაეთრევითო ამ საქართველოსიო ტურისტებიო არიცით რომ სახეში გაფურთხებენო ეს გაატარეს ვითომ ეგ არ გავიგეთ ჩემი ახლობელიცო ჩავიდაო საქართველოში ტურისტათო და მე როგორ არ აქვს როჟაო მექიმაო ანუ მის ხეს მოსწეს სულ მეაქა რალი არ ვიტყუები და კიდე ერთხელ გეუბნებით და არც მალავ რომელ პლატფორმაზეც მეძლება საშუალება ყველა პლატფორმაზე ვამბობ თავი შეიკავეთ ამ ქვეყანაში ჩამოსვლაზე კაცო აქ თქვენ არავის არ უყარხათ, იმიტომ რომ ხელისუფლებიდან მოდის ეგ. უყურე აქ თქვენ ეხლა ამ ტურისტების და ამ გასტინის სასტუმროების ხელმძღვანელებზე მაქვს ლაპარაკი. როგორია უყურე ტიპი ჩამოდის ევროპელებზე მეტ ფულს ხარჯავს იქ უფურთხებთ ხაჭაპურში, სცემთ, აგინებთ, აფურთხებთ, მე მაგის ფულით რემონტებს აკეთებთ, ფართოვდებით ბიზნესით, შვილებს აგზავნით ეპშტეინელზში სასწავლებლად იქით და ეს ამას აკეთებთ რუსული ტურისტების ხარჯზე? აწ ეგრე აღარ იქნება. სადაც მომეცემა საშუალება თან ფაქტებს უგდებ, კაცო. თქვენ რომ მაღაზიაში მიდიხართ და ყიდულობთ, დაუშვათ, პივა იყიდეთ, ხო? როგორც კი ზურგში აქცევთ, ეგრევე გაფურთხებენ მეთქი, კაცო ვეუბნები. არ გაბედოთ აქ ჩამოთირვა. კიდო, კაი, თვითონ დაადასტურა მე იმან. რას მიეთრევით იქაო? რატო იცი? ესეც აღარ გაგრძელდება დიდხანს. თუ ესეთები ხართ, მოდი, ჩამოვენ იტალიელები, ბრიტანელები, თურქები, არაბები, აი 6 მილიარდი, აი და მიდგულეი, კაცო. გაანებეთ, ისინი ხო ცუდები არიან. ცუდისგან რა გინდათ ფული, კაცო. აგერ ყავთ არაბები და თურქები და всё, იგულავეთ რა. რა არის გაუგებარი. ხო არ მალავ, ყველა რუსულ პლატფორმაზე მაგას ვამბობ. მე რატო ჩემთვის ძალიან ძნელია უყურო იმას რაც ხდება, კაცო. დღეს აგინებენ იქ ვიღაცა სცემს, იქ მარშრუტკაში ზის და ვიღაცა წამოუხდება და რაღაცებს აკეთებს. ამას ეს მოდის ხელისუფლებიდან, კაცო.
ხელისუფლების ექსპერტები გამოდიან და მე სხვათა შორის მაგადაცემის მერე ის მეორე ვინც იყო იმას ის მეორეს უთხრა მომეთეთ მაგის ტელეგრამი და მაგ ტელეგრამში ჩაუგდებ ეხლა ამ ხელისუფლების რუსოფობიას მეთქი ისე გაგახარეს მე ყველაფერი ჩაუყარე შენ რუსო არა შენახარ რუსი ეგ დამაკრინებელზე მარტო რუსებზე კი არა ჩინელებზე ბელარუსიებზე კაცო ამიტომ ეხლა უნები ამ აჭარაში სეზონს ვიცელოდება ის აღარ იქნება კაცო რა გწევო აგერ თქვენ და აგერ მე იმიტომ რომ თქვენ ხართ კიდე გეუბნები ეპშტეინის მე ხო არ მომო უკვე თვითონ რუსებმა თქვეს რა დაინახეს იმათმაც რომ უკვე დაიწყეს შენებლობა აფხაზეთში და გულაშვილის კლუბის წევრები არა კაცო არაფერი არ შენდებაო აფხაზეთშიო მასტყუნის რო დავაგინო როგორ ატყუებენ ხალხს შენდება კი გიგანტური რაღაცები შენდება კაცო გიგანტური რაღაცები თქვენ პატრონს შენს და განახებენ ის სტუდენტები რაღაცა ჩამოვლე შენთან კაცო ხელისუფლება უმოქმედოა მარტო რუსებზე და ბელარუსებზეა კაცო ხსნილი აგინი აფურთხე რადგინა ქენი კაცო ხმას არ მოიღებენ საკმარისია იტალიელი ბრიტანელი ამერიკელს თუ რაღაცა უთხარი შენი ჯიში და ჯილაგი და გვარც ხო ამოწყვიტავენ ის რომ თვალს არ დაგახავხებენ იმას ვინ გაგიტანებ ბიჭო საქართველოს შენ ამიტომ მოდი აგერ არიან არაბები და ჩამოვლენ აი თურქები გადმოვლენ იმდენ ფულს თქვენ ცოტა კულტურასთან ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს ფაქტია კი ეგრე დღევანდელი გადაცემა დავასრულოთ საკმაოდ დიდი თემაა და შემდეგ გადაცემაში გავაგრძელოთ კიდე იმიტომ რომ აი ეს ამოუწურავია ეს თემა საერთოდ და ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის და თავისთავად ასეა კიდევ ამ ბატონლალი რაც პრემიერმა ილაპარაკა პარლამენტში იმის მერე აი მე არ ვიცი ხალხს როგორ უნდა მოუწოდო რაღაცაზე შეთანხმება რაღაცა რა ვიცი რაღაცა მე არ ვიცი როგორ ნუ თუ მართლა ესე მძიმეთა ვარ სიტუაციაში ერთი გამოსავალი ყოფილა მსოფლმხედველობა უნდა შევიცვალოთ რა თურმე გვეშველა მარტო მაგაზე ხო ნუ თუ ეგ არის პრობლემა ყველაფრის ესე და ის კიდე გეხვედები რა პოსტსკრიპტუმ გავაკეთებ ეხლა ადგნენ ამ დებატებში ვითომ ეს აკაცუკებს რო ეძახიან მომიყარეს იქ დამიჯინეს ანუ კიდე რა უნდათ რომ რისი გაკეთება აცოცხლებენ ისევ გაცოცხლებას მიყოს ხელი ძველ მეთოდს დაუბრუნდნენ გაიგე შენ რო დაინახეთ ეხლა მაგენი ხა გადაბარება გადმობარება ხო ანუ დაიძახეს ეხლა დააჯინეს იქ ვიღაცა ისევ თავის შექმნილები დააჯინეს და დაიწყეს ისევ გაცოცხლება თუ მაგათ იმის იმედი აქვს რომ თუ ხმას არ მომწევ მის შემოდისო ბიჭო რავი ხალხი იწყებს უკვე იმაზე ბიჭო მართლა ხوارჯობია მის შემოვიდეს თუ ხوار დაგიჟდით კაცო ბევრი ფიქრობს უკვე მართლა უკვე მაგაზე ფიქრობს რა თუ დაიპაროს მაგრამ ეგ ნომერიც არ გამოვა და კიდევ ერთხელ ბოლოში ვიტყვი რომ დროზე გააკეთეთ ის შემოთავაზებაზე რაც წამოვიდა რუსეთიდან დროზე გააკეთეთ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი რაც მოხდება ყველაფერი იქნება თქვენი ბრალი. როდის იქნება იცი კარგად საქმე? როცა დაბრუნდებით ჩემ სამყაროში და რა არის ჩემი სამყარო და ჩემი სამყარო როგორ ბავშვებს აზრდიან ამას გადაცემის მერე სიუჟეტში ნახავთ. ესე იზრდებიან ჩემ სამყაროში ბავშვები და დღეს სადაც საქართველოა და ეს სოფხედულობას რო მისტირი ხართ იქ ბავშვებს აუპატიურებენ და ჭამენ განსხვავება ნახეთ რა დღევანდელი გადაცემა დასასრულს მეუახლოვდა დაგემშვიდობებით გვიყურეთ ყოველ პარასკევს 21 საათზე კარგად განდებოდით არაფერი არ იქნება კარგად